ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში თეატრალური სტუდიის მიერ მომზადებული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სისხლი და დედა, ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით არის დადგმული. სპექტაკლი ხანდაზმულების პრობლემებზე მათ ყოფა ცხოვრებაზეა. სპექტაკლის საქველმოქმედო იყო. მასში შემოსული თანხა ანასეულის ხანდაზმულთა სახლში გადაირიცხება. ჩემთვის პირველი სპექტაკლია და ძალიან კარგ გამოცდილებას მივიღებ ჩემი აზრით ამ სპექტაკლში. ძალიან სახალისო იყო ამ სპექტაკლზე მუშაობა, რადგანაც გავიცანი ახალი ბავშვები, მივიღე გამოცდილება და სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ეს სპექტაკლი არის საქველმოქმედო და აქ შემოსული თანხა მოხმარდება ანასეულში არსებულ ხანდაზმულთა სახლს. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით მომზადებული სპექტაკლი სისხლი და დედა, რომელიც არის ერთგვარი ინტერპრეტაცია და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ გადაწყვიტა თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქალბატონმა თათული მგელაძემ და ეს გახლავთ ორგანიზაციის ადვოკატირების კამპანია ხანდაზმულების შინ. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი გამოვიყენოთ ერთგვარ საშუალებად იმისთვის, რომ ხანდაზმულების საჭიროებები, რომლებიც ცხოვრობენ ხანდაზმულთა სახლში, მოგეხსენებათ, რომ ორგანიზაციას აქვს ხანდაზმულთა სახლი და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ საჭიროებას, რაც მათ გააჩნიათ. აღნიშნულ სპექტაკლებს ვცდილობთ, რომ საქველმოქმედო დატვირთვა მივცეთ და შემოსული თანხა მოხმარდება ხანდაზმულების საჭიროებებს.